უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. ერთი მიფეთქავს ქართულად და მკერდში არ მიწვევს სხვა გული. იტალიაში ფლორენციის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ტაძრის დარბაზში მეუფე აბრაამ გარმელიას ლოცვა-კურთხევითა და არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის თანადგომით გაიმართა ემიგრანტი პოეტის გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ. ღონისძიება საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის და კახა თილიძის უკტავებას მიეძღვნა. დღემდე გიორგი რამაზაშვილის პოეტის, რომელიც როგორც სალიტერატურო, ისე თუშურ დიალექტზე წერს, 20-ზე მეტი შემოქმედებითი პერსონალური საღამოა ჩატარებული, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში. ღონისძიებას ემიგრანტი ჟურნალისტი მაია ხომერიკი უძღვებოდა. მასთან ერთად საღამოს ორგანიზატორები გახლდნენ წმინდა ნინოს ქართულ ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის პედაგოგები ლარისა გოგუა და რეზო ჭეიშვილი. საღამო განსაკუთრებით გაალამაზა სამრევლოსთან არსებული მგალობელთა გუნდის ნანილას შემოქმედება მაია სიმონიშვილის ხელმძღვანელობით და ტრიო ტერცია სულამაზესმა ჰანგებმა. ქალაქ ფლორენციაში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დარბაზში მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით და მამა ანდრიას თანადგომით გაიმართა ჩემი შემოქმედებითი საღამო თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ. მინდა მადლობა გადაუხადო მეუფე აბრაამს, აგრეთვე მამა ანდრიას, ფლორენციაში მაცხოვრებელ ქართველებს, ტაძრის სამრევლოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მობრძანდა, ვინც დაესწრო, ვინც დამაფასა. ერთი მიფეთქავს ქართულად და მკერდში არ მიწვევს სხვა გული. რომ გავაგრძელო სიცოცხლე, გმირების შემდეგ რცხვენია, გაპასუხს გავცე მომავალ. როგორც აღნიშნეთ, ღონისძიება საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი ანწუხელიძეს და კახა თილიძეს ეძღვნებოდა და შეკრებილი საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა გიორგი რამაზაშვილის ანსამბლ ნანილასთან ერთად შესრულებული ლევან აბულაძის იერემო დატირება და ანწუხელიძის გამზრდელი დეიდის ნინო პაქსაშვილის მისალმება, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა. სამშობლოსავით ზღაპრული დიდება, გმირებს დიდება, დიდება ჩვენი მამულის. მაჰმადია ბეჩაო იერემო ასევე ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური გახლდათ საკვირაო სკოლის მუსიკის პედაგოგის ლალი მიშველიას ხელმძღვანელობით მოსწავლეების მიერ შესრულებული სიმღერა და მათ მიერ წაკითხული ლექსები.
პოეტს სპეციალურად ამ დღისთვის ლექსები მიუძღვნეს და საზოგადოების წინაშე წარსდგნენ თამარ ხომერიკი, მანანა ლეხუტაშვილი, ლარისა გოგუა, ანა სურმავა და ქართველების დიდი მეგობარი ფრანჩესკო ტრეჩი. წაიკითხეს ასევე ზოია სადუნიშვილის, კოსტა მარხვაიძისა და ნაზი ხაბრიძის პოეტისადმი მიძღვნილი ლექსები, ხოლო ემიგრანტმა მხატვარმა ზვიად წყაროაშვილმა პოეტს საკუთარი ხელით შესრულებული დართლო უსახსოვრა, სადაც პოეტმა მშობლიური კარმიდამოც აღმოაჩინა. როგორც თავად გიორგი რამაზაშვილი აღნიშნავს, ყოველ საღამოს თავისებურად სდევს საოცარი ვნებათა ყელვა, ნერვიულობა და ემოცია. ყოველი საღამო სითბოთი და სიყვარულით სრულდება. ასე მოხდა ფლორენციაშიც.